რატომ არ იზრდება საგადასახადო შემოსავლები ეკონომიკის ზრდის ტემპით? ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა იყო. პეგასუსმა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები მაისის შემდეგ ივნისის თვეშიც გააუქმა. რეისების გაუქმების მიზეზი საწვავზე გაორმაგებული ფასია. მთავრობის მარაგებში არსებული 80 მილიონი ლარის სპირტის და 3,5 მილიონის ღირებულების ღვინის აუქციონები ჩავარდა. სპირტის მარაგები უკვე 19%-ით, ღვინის კი 10%-ით არის გაუფასურებული. 26-28 მაისს საქართველოს ITB China 2026-ე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. საქართველოს სტენდს 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა, სადაც ბიზნეს შეხვედრები, ქართული კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის წარდგენა გაიმართება. საღამომშვიდობისა, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. სუსის ყოფილი უფროსი და აწუყე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე BMG-ს კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ ფასს წარმოქმნის მოკვლევაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა ჯერ მზად არ არის. როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს სუსმა სურსათის ფასების დეტალური შესწავლა დაიწყო. სუსის მიერ გამოძიების დაწყებას და ფასების კომისიის შექმნას წინ ირაკლი კობახიძის განცხადება უსწრებდა, რომელშიც მან ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები ერთმანეთს შეადარა და გამოთქვა ეჭვი, რომ ქართული ბიზნესები გადაჭარბებული ფასნამატით მუშაობდნენ. მეტიც კომპანიებს შორის კარტელური გარიგების არსებობაც არ გამორიცხა და სამართალდამცა უწყებებს მოუწოდა. სიღრმისეულად შეესწავლათ საკითხი, რათა დაედგინათ, ხომ არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. იმ ფონზე, რომ უკვე ცნობილია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, BMG დაინტერესდა, რა ეტაპზეა სუსის შესაბამისი გამოძიება, რაზეც მდინარაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ დასკვნა 1-2 თვეში ვერ დაიდება. გამოძიება შეეხებოდა ფასს წარმოქმნის პროცესს და შესაბამის კომპონენტებს და არა რაიმე თქვა საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას და ასე შემდეგ და ბუნებრივია აქ არის ერთი მთავარი მტკიცებულება, ერთი მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოძიებამ დადოს, ეს არის შესაბამის ექსპერტიზა ფასს წარმოქმნისთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი დრო სჭირდება, ამდენი ქსელიდან ამოღებული ელექტრონული დოკუმენტაცია მუშავდება და 1-2 თვეში ეს რომ დაგვედო, მაშინ ეჭვის საფუძველი მართლა უნდა გაგჩნდათ, ბუნებრივია ამას იტყოდით, რომ შეუძლებელია ამხელა დოკუმენტაციის გადამუშავება და ფასს წარმოქმნის კომპონენტების დამუშავება 1-2 თვეში. ეს დასკვნა ჯერ არ არის. მე არ მგონია, რომ აქ იყოს ისეთი რამ, რაც შეიძლება საიდუმლო დოკუმენტად აღიქვას, ეს დასკვნაც იქნება გამოქვეყნებული და ღია და საჯარო. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნიდან გამომდინარე მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ სამომხმარებლო ფასების მცირედით შემცირება და შემდგომ დასტაბილურება მოხდეს. სუსის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდება, რომელიც მათ შორის საპარლამენტო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ეჭვები, რომელიც სასურსათო პროდუქცია გადაჭარბებულ ფასნამატს შეეხებოდა ფაქტობრივად გააქარწყლა. ფასების კომისიის მიერ 1 მაისს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად სუპერმარკეტები მომგებიანობის გადაჭარბებულ მარჟებზე არ მუშაობენ. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ FMCG ბაზარზე მონიტორინგი გამკაცრდეს და ამ მიმართულებით მარეგულირებელი ინსტიტუცია შეიქმნას, რა ფუნქციაც შესაძლოა კონკურენციის სააგენტომ შეასრულოს. შევიმუშავებთ და უკვე პრინციპში ეს თემა ფინალშია თითქმის გასული, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამ საუკეთესო პრაქტიკის, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ შევეცდებით შედარებით მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში პერიოდთან მიმართებით გადაწყვეტილება მივიღოთ, ხოლო გრძელვადიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე დახმოვანდა, მათ შორის კონკურენციის სააგენტოსთან მიმართებით და ასე შემდეგ, რა ღონისძიებები შეიძლება გაატაროს სახელმწიფომ, ეს დასკვნას აისახა იმისათვის, რომ მოხდეს ფასების ერთი მხრივ პირობით შემცირება და მეორე დასტაბილურება. დასტაბილურების კომპონენტს რატომღაც არ ექცევა ყურადღება, როდესაც ფრენაში და პროდუქტი იზრდება ქვეყანაში. ეკონომიკა იზრდება, თქვენ ძალიან კარგად იცით, შეიძლება ჩემზე უკეთაც იცოდეთ ამის შესახებ, რომ ფასების სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს ფასების შემცირებას, ხელფასებთან, ეკონომიკურ ზრდასთან და მოსახლეობის შეძლებასთან, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში მიმართებით.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი ოცნების მთავრობის მიერ კორუფციის წინააღმდეგ დაწყებული წარმატებული ბრძოლაა. პრემიერის თქმით, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასა და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის ხდომაზე. შეგახსენებთ, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით, პირველ კვარტალში კი 9.1%-ით გაიზარდა. მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტალის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში, გვაქვს ახალი ურთულეს კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რაც აისახება ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით, თუმცა ამ კრიზისის მიუხედავად და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ და შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი. ერთ-ერთი მიზეზი ამას ცალკე ხასიათით აღნიშნავ არის ის, რომ ჩვენ წარმატებით დავიწყეთ შარშან ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც აისახა პირდაპირ ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ ეკონომიკური ზრდა იყო 7.9% და წელს პირველი კვარტალის მონაცემებით გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპი ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, წელს პირველ კვარტალში დაფიქსირებული 9.1%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 4%-იანი ზრდა არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. მათი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი დარგების ხარჯზე იზრდება, რომელთაც რეალურ ეკონომიკაზე ნაკლები გავლენა აქვს. ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკურ ზრდაში სხვადასხვა კომპონენტებს შეაქვთ წვლილი, რის გამოც ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტემპიც განსხვავებულია. რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან საბიუჯეტო შემოსავლების და ეკონომიკური ზრდის ტემპი და რამდენად შეიცვალა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურა. ნუცა შუბაშვილი მუშაობდა თემაზე და შეფასებებით სწორედ ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმენთ. ელენე მოგესალმები, როგორც ცნობილია და აღინიშნა, საქართველოს ეკონომიკა ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს და წელს პირველ კვარტალში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა. ამ ფონზე კი თუ შევხედავთ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტემპს, ვნახავთ, რომ წელს პირველ კვარტალში ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების სახით სულ 6.326.206.000 ლარის შემოსავლები შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 10.9%-ით შესრულდა. რაც შეეხება გადასახადების მობილიზების ტემპს, წლიურად ეს მაჩვენებელი 4.1%-ითაა გაზრდილი. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მსგავსი ზრდის ტემპი წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელთან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პირველ კვარტალში დაფიქსირებული 9.1%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში საგადასახადო შემოსავლების მხოლოდ 4%-იანი ზრდა არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს, როგორც ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ისეთი დარგების ხარჯზე იზრდება, რომელთაც რეალურ ეკონომიკაზე ნაკლები გავლენა აქვს. შესაბამისად, ეს საბიუჯეტო შემოსავლებზეც ნაკლებად აისახება. ეკონომისტი ერთ-ერთ ასეთ დარგად ICT სექტორს ასახელებს, რომელიც სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. ეკონომისტი ამბობს, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ ფონზე, რომ გასულ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპსა და გადასახადების მობილიზებას შორის უფრო მეტი კორელაცია იყო. შესაბამისად, არსებულ ვითარებას ის ფისკალურ ანომალიას უწოდებს. პირველი კვარტალიდან გამომდინარე ეკონომიკა იზრდებოდეს რეალურად 9%-ით და გადასახადები იკრიფებოდეს რეალურად ნომინალურად 4%-ით, მხოლოდ მეტი 4%-იანი ინფლაციის პირობებში, 4.3%-იანი ინფლაციის პირობებში არის ფისკალური ანომალია. შევხედოთ 22-24 წლის მონაცემებს. ეს მონაცემები გვეუბნება, რომ როდესაც ეკონომიკა პირობითად იზრდება 7-8%-ით, საშუალოდ 15, მინიმუმ 15%-ით იზრდება შემოსული გადასახადები, აკრეფილი გადასახადები სახელმწიფოს. ახსნა არის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა არის ვირტუალური. ანუ ჩვენ ვაგენერირებთ ბრუნვებს და გამოშვებას ხალხზე. მაგრამ ეს არ აისახება
გადახდილ გადასახადებში ეს აიხსნება იმით, რომ ისეთ სექტორებში ვაგენერირებთ ბრუნვებს, სადაც დაბალია გადასახადები. ეს უფრო ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ვირტუალური ზრდა, ერთი სექტორი, ICT სექტორი იზრდება ფანტასტიკური მაჩვენებლებით. ფინანსის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკურ ზრდაში სხვადასხვა დარგებს და კომპონენტებს შეაქვთ წვლილი, რის გამოც ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ტემპიც განსხვავებულია. როგორც ჩვენთან საუბარში მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, ამ ორი მაჩვენებლის ზრდის განსხვავებული ტემპი სხვა ფაქტორებითაცაა განპირობებული. მთლიანობაში სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ძირითადი გადასახადების ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელია და წლიურ ჭრილშიც ასე შენარჩუნდება. შეიძლება სხვადასხვა პერიოდში იყოს სხვადასხვა მოცემულობა, ანუ კონკრეტულად ყოველთვის ეკონომიკური ზრდა რაც არის, ზუსტად იგივე არ იქნება, იმიტომ რომ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის წინა პერიოდზე მოქმედზე გვიან გამოდის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ვიდრე საგადასახადო შემოსავლები. ზოგადად თუ შევხედავთ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას, 24% არის უფრო მეტი ექსპორტი გაზრდილი და ექსპორტი მოგეხსენებათ, რომ არ იბეგრება, შესაბამისად ის რომ ექსპორტის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლები იგივე დინამიკით ვერ გაყვება. ექსპორტის გარდა არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სექტორი, ეს არის პროფესიული განათლების მიმართულება, არის IT მიმართულება, სადაც დღე-დღესგან გათავისუფლებულია და შესაბამისი დინამიკა არ მეყობა. იმიტომ წლიურ ჭრილში უნდა შევხედოთ დაახლოებით 24%-დან ახლოს უნდა იყოს, 23 და 8, 24%-ის ფარგლებში უნდა იყოს საგადასახადო შემოსავლები ჩვენს მთლიანში და პროდუქტთან მიმართებაში, რაც არის ჩვენი ბუნებრივი დონე. სპეციალისტების ნაწილი კი ეკონომიკური ზრდისა და საგადასახადო შემოსავლების მობილიზების განსხვავებულ ტემპებს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებით ხსნის, როგორც გალტენ დაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლებში ისეთი დარგების წვლილი იზრდება, რომლებიც ერთი მხრივ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ, მეორე მხრივ კი შედარებით ნაკლებად ინკლუზიურები არიან, ანუ მათ ზრდას მოსახლეობის მცირე ფენაზე აქვს შედარებით პირდაპირ დადებითი გავლენა, თუმცა მისი თქმით ამავდროულად ასეთი დარგების ზრდას შედარებით გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითი ეფექტი მაინც აქვს. ამ დარგში არის შეღავათები 20%-ის ნაცვლად საშემოსავლო გადასახადი არის და ასევე მოგების გადასახადი 5%, შესაბამისად, თუ როდესაც ეს სექტორი იზრდება, შესაბამისად კონტრიბუცია საგადასახადო შემოსავლებში ნაკლები არის, ხო, ამ შეღავათებიდან გამომდინარე. არ არის გამორიცხული სხვა დარგებში იყოს ისეთი მიმართულებები, სადაც გარკვეული შეღავათები არის და ის მიმართულებით ფიქსირდებოდეს უფრო მაღალი ზრდა. შესაბამისად, ეს საგადასახადო შემოსავლებზე ნაკლებად აისახება. თუმცა ეს მთლიან ეკონომიკაზე გავლენას რა თქმა უნდა ახდენს. ხო, ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგი შესაძლოა ვიფიქროთ, რომ პირდაპირ ეფექტი არაინკლუზიურია, თუმცა ის მაინც გავლენას ახდენს არა პირდაპირად სხვა დარგებზეც, იმიტომ რომ როდესაც ეს დარგი ასე ვთქვათ წინ მიდის, ის ეხმარება სხვა დარგებსაც, რომ დიჯიტალიზაცია იყოს დანერგილი და შესაბამისად ამას ვხედავთ ჩვენ პროდუქტიულობის ზრდაში. იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში სტრუქტურულ ცვლილებებს განიცდის, საუბარი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განახლებულ ანგარიშში ცები აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კვლავ მაღალპროდუქტიური სექტორებია, მათ შორის კი წამყვან როლს ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ანუ ICT-დან განათლების სექტორები ასრულებს. ცები აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მიმდინარე ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე ქვეყნის საგარეო ბალანსის პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, უფრო მეტ შეფასებებს საკითხთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში მადლობა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ეროვნულ ბანკს მიუღია იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში პირდაპირ აისახებოდა უძრავი ქონების გაყიდვაზე. არსის გენერალური დირექტორი სებისმიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილების გავლენაზე საუბრისას აცხადებს, რომ რა დოზით შეამცირებს ტრანზაქციებს უძრავი ქონების ბაზარზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მომავალში გამოჩნდება, თუმცა ცალსახად აღნიშნულ სიახლეს სექტორზე დადებითი გავლენა ვერ ექნება. შეგახსენებთ, სების გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8.25%-მდე გაიზარდა. ისტორიულად თუ შევხედავთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ეროვნული ბანკს მიუღია, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს ან რაღაც ახალ რეგულაციას აწესებს იპოთეკური სესხებთან მიმართებაში, ეს პირდაპირ აისახება ხოლმე უძრავი ქონების გაყიდვაში, ხო? კორელაცია არის საკმაოდ ისეთი
აშკარა იპოთეკურ სესხებსა და უძრავ ქონების გაგება. პირველად ბაზრის ნაწილზე ვიდახთ, თორე ზოგადად ხა იპოთეკური სესხი მხოლოდ უძრავ ქონების შესაძენად გამოიყენება, ხო? ეს კონკრეტული ასე ვთქვათ სიახლე რას მოიტანს ბაზრისთვის ეს გამოჩნდება, ხო, მომავალში, თუმცა ცალსახად ამას დადებითი გავლენა ვერ ექნება. არსის გენერალური დირექტორი მოელის, რომ მშენებლობის ხარჯების ზრდის გამო წელს უძრავი ქონება სავარაუდოდ 10%-ის ფარგლებში გაძვირდება. თუ გლობალური ფაქტორების გათვალისწინებით უძრავი ქონების თვითღირებულება გაცილებით მაღალი ნიშნულით გაიზარდა, ბესო ორთოიძე ამბობს, რომ ამან უძრავი ქონების ბაზარზე შეიძლება გარკვეული რისკები გააჩინოს. მისი შეფასებით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ბაზარს 7-10%-იანი სტაბილური ზრდა ახასიათებს და თუ წელსაც ამავე დიაპაზონში მოხდება ფასების ცვლილება, ამას ბაზარი აიტანს. აქ ადგილობრივ ნაწილში ხელფასების ზრდის ნაწილი და გლობალურიდან გამომდინარე შეიძლება უკვე სამშენებლო მასალების ზრდაზეც იქონოს გავლენა, რაც ცალსახად მოლოდინს აჩენს, რომ აქ ზრდა გვექნება როგორც თვითღირებულების ნაწილში, ასევე გასაყიდი ფასის ნაწილში. ჩემი სურვილია, რომ ეს 10%-იან ზრდაში დარჩეს და იმის იქით არ წავიდეს, რაც ჩვენი ბაზრისთვის საკმაოდ მისაღებია და აიტანს ამას ბაზარი, თუ ამაზე მეტი იქნება, გარკვეულ რისკებში შევართ, იმიტომ რომ ისევ გამეორდები, რომ რამოდენიმე წლის წინ გავიარეთ ეს გზა და საკმაოდ ცოტა დროა გასული, რომ კიდევ ეხა ვისაუბროთ ახალ ფასის ნიშნულზე. თუმცა მოლოდინი რომ გაიზრდება გვაქვს. ავიაკომპანია პეგასუსმა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ივნისის თვეშიც გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია გასაავრცელებს, რომელიც საქართველოში თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტია. მანამდე გასამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეგასუსმა საავიაციო საწვავის გამო მაისის თვეში დაგეგმილი ფრენები გააუქმა. ივნისშიც რეისების გაუქმების მიზეზი საწვავზე გაორმაგებული ფასია, რამაც მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ივნისის თვეში პეგასუს ეირლაინსის ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საოპერაციო გადაწყვეტილების ფარგლებში აღარ შესრულდება. ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ოპერირებას აგრძელებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ხოლო ქუთაისის მიმართულებით ფრენების განახლება ივლისის თვიდან იგეგმება, ნათქვამია გასას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთავრობის მიერ 80 მილიონი ლარის ღირებულების საკონიაკე სპირტის რეალიზაციის მიზნით გამოცხადებული ჯამში 60 აუქციონი ჩავარდა. შესაბამისად, ამჟამად სახელმწიფოს კუთვნილი სპირტის აღნიშნული მარაგები უკვე 19%-ით არის გაუფასურებული. ანალოგიური ბედი ჰქონდა 1,5 მილიონი ლიტრი მშრალი ღვინის სარეალიზაციოდ გამოცხადებულ 3 აუქციონსაც. სარეალიზაციო ფასი პირველ აუქციონზე 3.525.000 ლარს შეადგენდა, თუმცა სამივე აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. განმეორებითი აუქციონისთვის კი ფასი 3.180.000 ლარამდე შემცირდა, თუმცა გარიგება ვერც ამ შემთხვევაში შედგა. აღნიშნული საქონელი თელავის რაიონის სოფელ აკურას ქარხანაში არსებულ რეზერვუარებშია განთავსებული, რომელიც სახელმწიფო ბალანსი არსებულ მოსავლის მართვის კომპანიას ეკუთვნის. მთავრობის მარაგებში მილიონობით ლიტრის სპირტის და ღვინის დაგროვება რთველი სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჭარბი სპირტის და ღვინის მარაგები სახელმწიფო კომპანიას წარსულშიც უგროვდებოდა და პერიოდულად ახდენდა მის ჩამოფასებას. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად მოსავლის მართვის კომპანიის მარაგები, რაც წლის დასაწყისში 102 მილიონ ლარად იყო შეფასებული, მრავალჯერადად ჩაშლილი აუქციონების გამო 39 მილიონ ლარამდე ჩამოფასდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მევენახეობის სექტორში ჭარბი მოსავლიანობა პრობლემას არ წარმოადგენს და პირიქით შესაძლებლობაა სექტორის მეტად განვითარებისთვის. ღვინის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ საქართველოში ჭარბ წარმოება უფრო დროებითი და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემაა, რის პასუხადაც სახელმწიფო უკვე იყენებს ფასის შაქრიანობაზე მიბმის მექანიზმს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუძლა განმარტავს, ეს პრაქტიკა, რომელიც შარშან დაიწყო 2026 წლის რთველის დროს კიდევ უფრო გამკაცრდება. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათზე ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს. მე გემშვიდობებით ნახვამდის.